გამარჯობათ. სახარებაში ადამიანებზე წერია, მსგავს არიან ყრმათაო, ბავშვებს გვანანო. ადამიანმა ცოდვით დაკარგა მადლი, სამება ღმერთის ენერგია. ეს გამოისახა არა მარტო იმაში, რომ ჩვენ გავხდით ცოდვილები, მოკვდავები, ვნებიანები, გაჩნდა სირცხვილი, არამედ იმაშიც, რომ ჩვენი აზროვნების უნარი, გონება დაკნინდა. ბავშვური უმწიფარი გონების გამო ადამიანთა უმრავლესობა ღმერთს ისეთად ვეღარ აღიქვავს, როგორიც ის არის სინამდვილეში. ადამიანები ღმერთს აღიქვავენ როგორც თოვლის პაპას, რომელიც მოვა, კამფეტებს და შოკოლადებს მოგვიტანს, რაღაცა ლამაზ ზღაპარს მოგვიყვება და მერე დროზე წავა, იმიტომ რომ ათზე ვიძინებთ. ადამიანი თითქოს სარკე შეიყურება და გონია, რომ ღმერთს ხედავს. მოკეიფისთვის სასუფეველი რესტორანია. ვისაც დაუნდობელი გული აქვს, გონია, რომ ღმერთი სასტიკია. ვინც ეგოისტია და მზაკვარი, იმასაც გონია, რომ ღმერთი არის არაფრის გამკეთებელი, ღრმად შეშფოთებული ევროპელი. გულდათუთქული სენტიმენტალისტვის ღმერთი კვნესის, ოხრავს და პერიოდულად რაღაც განცდებში ვარდება. მაგრამ მოდით ნახოთ, ბიბლია როგორ აღწერს ღმერთს, როგორი არის ღმერთი სინამდვილეში. ანგელოზები, რომლებმაც შესწოდეს, საუკუნო წყდიათში დამარხა. სოდომი და გომორი საუკუნო დასჯის ნიმუშებად დადო. მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თოვლი, მისი თვალები, როგორც ცეცხლის ალი, მისი ხმა, როგორც მრავალი წყლის ხმაური. ხელი დამადო და მითხრა, ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი. თოვლის პაპები ასე არ გამოიყურებიან, თოვლის პაპებს არ აქვთ შეუზღუდავი ძალაუფლება ყველაზე და ყველაფერზე. მოდით ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან წმიდა ანგელოზები, სულიწმიდის მადლით განხრთობილი ქმნილებები. ვიხილე სხვა ანგელოზი, მისი სახე იყო როგორც მზე, მისი ფეხები როგორც ცეცხლის სვეტები, დაიძახა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს და როდესაც დაიძახა, თავთავისი ხმით ალაპარაკდა 7 ქუხილი. ანგელოზთა ხმა შედარებულია ლომის ღრიალს და გრგვინვას. ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა, მას ჰქონდა მარადიული სახარება, ამბობდა დიდი ხმით, გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, თაყვანი ეცით ცისა და მიწის შემოქმედს. მეცნიერულ ენაზე ცდომილებას, როდესაც ადამიანს გონია, რომ ღმერთი არის ადამიანის მსგავსი, ეწოდება ანთროპომორფიზმი. ეს ცდომილება, ეს ცრუ აზრი, რომელიც ხიბლის ეშმაკის დანერგილია, კარგად არის ასახული იკონოგრაფიაში. შეადარეთ, როგორ გამოიყურებიან ჩვენი ხატები, მართლმადიდებლური, და როგორი ხატები აქვთ დასავლეთის ეკლესიის მიმდევრებს, როგორ არის გამოხატული ადამიანური ვნებები მათ ფერწერაში. ღმერთი სიყვარულია, ადამიანისთვის დაუტევნელი, გაუგებარი, მარადიულად მიუწვდომელი სიყვარული. მაგრამ ღმერთი მტკიცე, უფალი ძლიერი ბრძოლცა შინა, რომელმან მიაგოს კაცად კაცაცა საქმე და მათთაებრ. ღმერთმა გაგახაროთ.